გელდება ჩვენი გადაცემა სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩემდგომ სტუმარს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი ელდარ ბუბულაშვილი ბატონო და დილნაშვილობის მოგესალმებით. ჩვენმა მოსახლეობამ ჩვენმა მაყურებელმა იცის რომ აღინიშნება ღვთისმშობლის კვირეული რაც გვიქმნება აწყვრის ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემ. ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი აღდგა, ისე ვიზახეთ რომ აღდგა და დამკვიდრდება ახლა ჩვენ აი ტეხარიც ვნახეთ ამ ხატის ორიგინალობისა და მოდით აი ამ კვირეულზე მნიშვნელობაზე ამ ხატის ვისაუბროთ და შემდგომ განვართოთ თემა და უკვე ხატის პირველ წყაროზე დავუყუროთ. ძალიან საინტერესო კვირეული არის. მოგეხსენებათ უკვე პატრიარქი ამჟამად მესხეთში იმყოფება და ხატის ასე ვთქვათ ასლი, რომელიც არქიმანდრიტ ილია ნასიძის კურთხევით არის შექმნილი ხატმწერ ამირან გოგლიძის მიერ. და სწორედ ამ ხატმა მოიარა იერუსალიმი და საქართველოში შემოვიდა. იყო დიდაჭარაში და ამჟამად უკვე აწურში და შემდგომ 16 მაისს იგი სვეტი ცხოველში იქნება დასვენებული და შემდგომ 17-ში უკვე თბილისში გადმოსვენდება და დაიდებს სამუდამო ადგილს წმინდა სამების საგაზეთო ტაძარში. და ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენა არის. თვითონ აწურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელსაც მივიჩნევთ ჩვენ, ეს სახელმწიფო მუზეუმში არის, ესე იგი დაცული, ამაზე ქვემოთ გვექნება საუბარი. რაც შეეხება ესე იგი პირველი საუკუნის 30-იან წლებში შემოსვენებულ აწურის ღვთისმშობლის ხატის შემობრძანება საქართველოში ტოლფასი არის ღვთისმშობლის შემოსვლისა საქართველოში. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ამ ხატის შექმნის ისტორია. ჩვენთვის ეს კარგად ცნობილია და ტელემაყურებლებისაც, თუმცა ქვემოთაც მოკლედ ამის შესახებაც ვისაუბრებთ. ეს არის პირველი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. და ამასთანავე წერილობითი წყაროებითა და ამ ხატის ნივთიერი არსებობით დასტურდება, რომ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არის. აი სწორედ ეს ხატი განასახიერებს იმას, რომ ის არის ღვთისმშობლის მიერ და მისი სახით არის აქ აი ეს დაფუძნებული. და რაც შეეხება თვითონ ანდრია პირველ წოდებულს, რომელმაც ეს ხატი შემოაბრძანა, მან დაასრულა ის წილხვთომილობის ვალდებულება, როგორც პატონი ედიშერი წერს და სავსებით სწორად გახლავთ. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო პერიოდში შეიქმნა აწურის ხელთუქმნელი ხატის, ღვთისმშობლის ხატის, აწურის ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატის პარაკლისი. ეს პატონი ედიშერის მიერ და შესავალი ახლავს წყაროებიც აქვს. და რაც შეეხება აი ასლის პარაკლისიც ესე იგი ტროპარი და შექმნილი არის. რაც შეეხება თვითონ თქვენ მოგეხსენებათ, რომ თვითონ როდესაც ამაღლება მოხდა, ამეშენენ წელი იგდეს და სწორედ ღვთისმშობელს ერგო საქართველოს წილხვთომილად. მაგრამ რახან ესე იგი უფლისნებით მისი წამოსვლა შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ის უნდა დარჩენილიყო იერუსალიმში და თუმცა ქართული ზოგიერთ ქართველი ისტორიკოსი და ქართველი მკვლევარები წერდნენ, რომ იმიტომ ვერ წარმოვიდა, რომ თითქოს მისი მიძინება ახლოვდებოდა, რაც არ არის. ის კარგახანს იყო, მან ათონზე იმოგზაურა კვიპროსში და მათი წილხვთომელია ეს ქვეყნები. და ამის შემდეგ თვით უფლისნებით მას ფიცარი მოიტანა, დაიბანა პირი და ანდრია პირველ წოდებულს დაევალა მისი აღსრულება. და ამასთანავე როდესაც ყველაფერი შესრულდა და აისახა ხატზე ღვთისმშობელი გადაცა ეს ხატი და ამასთანავე დაარიგა, რომ ეს ხატი უნდა იყოს ამ ქვეყანაში უკუნითი უკუნისამდე. ეს არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. უკუნითი უკუნისამდე და ამასთანავე სადაც ხვიდოდე იქ ჩემი ესე ხვედრებული უნდა ყოფილიყო. ამიტომ არის რომ ამ ხატში განსახიერებულია ღვთისმშობლის წილხვთომობა. აი ეს არის ძალიან საინტერესო. მოგეხსენებათ, რომ ამ ხატით სწორედ შემოდის ის საქართველოში ტრაპეზონიდან ესე იგი დიდაჭარაში და სწორედ სასწავლები, რომელიც ამ ხატთან არის დაკავშირებული. აი ამაზე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ეს თავისუფლად. დიდაჭარაში დღესაც არის ნაკაფესერი, სადაც ადგილობრივი მუსულმანი მოსახლეობა, მთლიანად მუსულმანი მოსახლეობა ცხოვრობს ქართველები, მიუთითებენ თარანგელს ადგილს, სადაც ამ ხატის დასვენება მოხდა და პირველი ტაძარიც იქნა აგებული და ხატმა პირველი სასწაული გამოავლინა იმით, რომ ამოხეთქა წყარო.
წყარომ და ეს წყარო მემატიანე წერს რომ დღესაც მოდისო, თუმცა დღეს უკვე აღარ არის აქ, მაგრამ მიუთითებენ ამას. ამის შემდეგ მაგრამ როდესაც და მოექცა მოსახლეობის დიდი ნაწილი პირუტყვის მაგვარი იყვნენ და მიიღოს ეს სარწმუნოება. ამის შემდეგ გადადის სამცხეში, მაგრამ წასვლამდე ადგილობრივ მოსახლეობამ მოითხოვა რომ ეს ხატი დარჩენილიყო აქ. მაგრამ ღვთისნება იყო რომ ეს არ უნდა დარჩენილიყო და აიღო სხვა ფიცარი მიადო ხატს და ხატის ასლი იქნა გაკეთებული და აქ იქნა დავანებული. მაგრამ ადერიკ მეფის დროს შემუსრეს და ეს ხატი და სხვა სიწმინდეები დამალეს და ამიტომ აწყვრის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ეს ასლი დღეს ჩვენთვის უცნობია სადაც. ამის შემდეგ ის გადმოდის ზეკარით და ესე იგი გზადაგზა ის ქადაგებს ხატის სასწაულებს ახდენს ესე იგი პირველი ეს ზადენგორაზე მოახდინა აქ სამცხეში სასწაული, სადაც საკერპო ადგილები იყო აქ. ეს ადგილი დღესაც დაცული და სხვათა შორის 1958 წელს ცნობილი არქეოლოგიური ნოტარიელი ჩუბინაშვილმა აქ საკერპო წარმართული დროინდელი ნაშთი ნახა. ეს დღევანდელი სოფელი ვარხანის ზემო ნაწილში არის. და ძალიან არქეოლოგიურად იმის შემდეგ აღარ შესწავლილა და ძალიან საინტერესო ტერიტორია. ამის შემდეგ ის გადმოდის აწყურში. და სწორედ აწყურში აქაც სასწაულებს თქვენთვის ცნობილია სასწაულები სამძივართ აქვისო გარდაცვლილი ყავდა ვაჟი, ერთადერთი ვაჟი, რომელიც ამ ხატისა და იმით სიძლიერით გაცოცხლდა და მოსახლეობა მიიღო ესე იგი ქრისტიანობა. მაგრამ აქაც მოხდა არტემიდასა და იმის ტაძრის წარმართული კერპების მსხურევა. აი ეს იყო და ამის შემდეგ აქ მან დააფუძნა ეკლესია და დააფუძნა ასევე პირველი საეპისკოპოსო. ახლა ჩვენში ქრისტიანობა გარდა ანდრია პირველი წოდებულსა სხვაებმაც იქადაგეს სიმონ კანალმა მატართან აქედან ამ ორის საფლავი საქართველოსია, მაგრამ უპირველესი მაინც ანდრია პირველი წოდებულია, რადგან ქართული ეკლესია, საქართველოს ეკლესია ამის დაფუძნებული და ამის საფუძველს გაძლევს სწორედ აი ეს საეპისკოპოსოს დაარსება. ამის შემდეგ აქ ხატი იყო დასვენებული და ვახტანგ გორგასილის დროს აქ აიწყურის ეპისკოპოსი გახდა და მცირე ტაძარი იქნა აგებული, მაგრამ საინტერესოა რომ მე-7 საუკუნეში, როდესაც საქართველოში ილაშა ჰერაკლე კეისარმა, მან მოინახულა აწყურის ღვთისმშობლის ხატი, მაგრამ ეს ტაძარი, რომელშიც ხატი ინახებოდა, შეუფერებლად მიიჩნია და აქ მისი ნებართვით აგებული იქნა ტაძარი მე-7 საუკუნის. შემდგომ პერიოდში მე-11 საუკუნეებში აქ აიგო ტაძარი, ეს დაინგრა მერე და დღეს ნანგრევის სახით არის. ეს ტაძარი საკმაოდ დიდია მოცულობით, ასეთი მოცულობის ტაძარი საქართველოში არ ყოფილა. აქ არის მე-13 და მე-14 საუკუნის შრევით შეინიშნება და ძალიან საინტერესო მასალა გვაქვს ჩვენ ამასთან დაკავშირებით. მაგრამ საინტერესოა რომ ეს მე-7 საუკუნის ნაშთი ტაძრისა ბატონმა ვახტანგ რიჩელმა არქეოლოგმა გათხარა და ამ ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში მიწისქვეშ არის მოქცეული მთლიანად ეს ნაშთი. ასე რომ წყაროებში მოცემული ცნობა არქეოლოგიურად ყველაფერი დასტურდება. მაგრამ საინტერესოა რომ თვით ეს ხატი შემდგომაც ავლენს სასწაულებს და 1283 წელს, როდესაც ვნების კვირის დასაწყისში მცირე მიწისძვრა მოხდა ჯერ და მემატიანე წერს რომ ქართველთა ურწმუნების გამო ამ დროს მეფე ყავდა, რომელსაც 3 მეუღლე ყავდა და დაცემულიყო სულიერად ზნეობრივად და დიდ შაბათს აღდგომის წინა დღით მოხდა ძალიან მძლავრი მიწისძვრა, რადგან ეს პირველი მიწისძვრა არ მიიღეს არაფლათო და ყველაფერი დაინგრა და მიწიდანო შავი კუპრი ამოხეთქავა, ეს წყალმა ამოხეთქავა და მათ შორის ეს ტაძარის დაინგრა და მაგრამ სასწაული იყო რომ ტაძრის შუაგულში ეს ხატი არსებული გუმბათი დაეხურა ისე რომ უნებელი გადარჩა. ამის შემდეგ ამ ხატის შესახებ ჩვენ მცირე ცნობები გაგვაჩნია, მაგრამ ფრაგმენტული და ძალიან საინტერესო და საინტერესოა რომ თვითონ ეს ხატი გადმოცემის მიხედვით რომ უკუნისამდე დარჩენილი იყო, ეს არ იკარგებს ტრადიცია. ეს განსაკუთრებით უკავშირდება 1467 წელს, როდესაც უზუნ ხასანმა ელაშა საქართველოში და აი ამ დროს ეს ხატი წაიყვანა, წაასვენა აქედან, მაგრამ საინტერესოა რომ 7 წელი იმყოფებოდა უზუნ ხასანის ქვეყანაში ეს ხატი და საინტერესოა რომ აი ამ დროს არც დედანი და არც პირუტყვი არ გამრავლდნენ, ნაყოფი არ გამოქონდა მცენარესო და თვით თესლის მიწიდან არ ამოდიოდაო და მაშინ გაახსენდათ მისნებს და უთხრეს რომ
აი, როდესაც ეს ხატი წამოასვენეთ ჩვენ, ბაგაჟში მოვათავსეთ, ისე გაბრწყინდა, რომ სასწაულებრივი და ზევით გამოვიდა. აი, ეს არის. ეხლა ეს შეიძლება თქვათ ურწმუნო და ათეისტ ადამიანებს რაღაც ლეგენდად მოეჩვენოს, მაგრამ ეს არ არის ნამდვილად ლეგენდა, იმიტომ რომ ხატი თავის სახეს არ კარგავდა და მფარველობა ღვთისმშობლისა ყოველთვის ჰქონდა საქართველოს ამ ხატის სახით. და ამის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება და ესე კვიცზე დაამაგრებენ ხატს და ეს კვიცი შემოდის სწორედ აწყურში და გაიხარებენ და ნათელი გახდება ყველაფერი. მაგრამ მისმა შვილმა იაბუყაენმა 1487 წელს ეს წაასვენა ეს ხატი ისევე. უფრო ზუსტად ეს ხატი ხელში ჩაეგდო, აქ ძალიან რთული იყო სიტუაცია, ციხეს ალყა შემოარტყეს, ეპისკოპოსი გავიდა თუ კი არ გაანადგურებდნენ, მაშინ დანებდებოდნენ. მართლაც ასე მოხდა, მაგრამ მან სიტყვა გატეხა და ხატი გაძარცვა და ბოლოს კოცონში გადააგდეს ხატი, მაგრამ დაიშერიტაო ეს ცეცხლი და ხატი სასწაულებრივად გადარჩა. მაგრამ ერთმა არამართლმადიდებელმა ეს ხატი წაიყვანა, წაასვენა თავის ქვეყანაში და როდესაც თავის ქვეყანაში წაასვენა, მას ღვთისმშობელი გამოეცხადა, რომ ეს ხატი ისე უკან უნდა დააბრუნებულიყო და მართლაც მან უკან დააბრუნა ეს ხატი. ესე იგი, იმ აღთქმას, რომ ეს ხატი უკუნითი უკუნის, აქაც არ ტოვებს ამ თავის იმას და ესე ძალიან საინტერესო. ეს მინიშნებები ძალიან საინტერესოა. და მაგრამ იაკობ ყაენი ამის გამო სასტიკად დაისაჯა, მთლიანად ამოწყდა მისი შთამომავლობა და თვითონაც წარედ, მაგრამ ასეთი გზით მოდიოდა. ხოლო რაც შეეხება მე-16 საუკუნეს უკვე მოგეხსენებათ ამ დროს სამცხე საქართველოს ოსმალთა და ბატონობის ქვეშ მოექცა და შემოსევები და 1546 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე ეს ხატი წამოასვენა და ციხის ჯვარში ჰქონდა დასვენებული, ხოლო 1553 წელს იმერეთში გადაასვენა და ხოლო შემდგომ იმერეთის მეფე გიორგი მეორემ ხატი მოაჭედვინა, ესე ოქროშია დამშვენებული კი მარტო და გელათში იქნა დავანებული და აქ იყო მთლიანად ეს ხატი. რაც შეეხება თვითონ მე-18 საუკუნეში სოლომონ პირველმა ხატს ჩასასვენებელი კუბო მოოქროვილი ვერცხლის კუბო გაუკეთა და დღემდე აქ არის ესე იგი ჩასვენებული. მაგრამ საინტერესოა რომ ხატს ამის შემდეგაც არ დაუკარგავს თავისი სიძლიერე, თავისი ისა და საინტერესო არის რომ ხატი ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა რომ საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში როდესაც სიწმინდეები გაიკანეს ეკლესია თუ ექვთიმე თაყაიშვილმა ორად ორი ხატი, ეს არის აწყვრის ღვთისმშობლის ხატი და მეორე არის ესე მრავალკარედიანი ხატი გახლავთ ის დამოვიწყდა მისი სახელი თურქეთიდან იყო შემოსავლებული, ახლა ცნობილი ხატი არის, ნუ კი ბატონო, ეს ორი ხატი არ გატანებდა, მათ შორის სხვა აწყვრის ღვთისმშობლის ხატი. ასე რომ დარჩა საქართველოში. რაც შეეხება თვითონ ხელოვნებაცოდნეები, დღემდე ამ ხატს მისცემ უმეტესი ნაწილი, რომ მე-16-18 საუკუნისა. და ჩვენ ჩამოვთვალეთ, რომ და სხვათა შორის ფერწერაც ცოტა გვიანდელია და ფერწერის მიხედვით, აი ქალბატონი ასმატე ოქროპენიძე წერს, რომ ეს არის გელათის სკოლა, გვიანდელი არის ეს. მაგრამ ამის მიხედვით ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს ხატი ნამდვილად ხელთუქმნელი ხატი არის, ამიტომ უნდა მოხდეს ამის შესწავლა. მოჭედილობითა და იმით შეუძლებელია დადგინდეს. და უფრო მეტიც ამ ხატს არ დაუკარგავს თავისი ძალა და მისი ესე იგი სიძლიერე ყოველთვის ესე იგი ჩვენ თვალში გვეცემა ხოლმე. და ხელოვნებაცოდნეების ნაწილი დღეს ნათლად მიიჩნევს, რომ ესე იგი ეს ფერწერაც, რომელიც ხატს და სხვათა შორის ფერწერა გაკეთა უფრო გვიან, როდესაც მოჭედილობა დამთავრდა. და აი ამ მოჭედილობის დამთავრების შემდეგ ეს ქვედაფენა უნდა იქნეს შესწავლილი, იმიტომ რომ მაგრამ ამას უკვე დღეს მსოფლიოში არის ტექნოლოგიების სამეცნიერო, რომელთაც შესაძლებელი ამ მოჭედილობის ესე იგი დადგენა და მისი სრულყოფა. და ნათლად წარმოჩინდება ამის სახე. ბუნებრივია ეს რით იყო განპირობებული, რომ მარტო მე-16-მე-18 საუკუნეების იმით ათარიღებდნენ ხარს და მიიჩნევდნენ, რომ ეს ასლი უნდა იყოს, იმით რომ საბჭოთა ათეისტური რეჟიმი იყო და შეუძლებელი, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყოს. ამიტომ მომავალში
კიდევ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი და მე ნამდვილად არწმუნებული ვარ, რომ ეს იმ ხელთუქმნელი ხატია აწურის. უგმესმოთ ბატონო შეგახსენებთ, რომ საუბრობთ აწურის ღვთისმშობლის ხატზე და კიდევ ერთხელ მოვისმენთ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხატი და ეს არის პირდაპირი კურთხევა ღვთისმშობლისა საქართველოსადმი და შეგვედიოს მისი ძალა, მისი მარილი შეგახსენებთ, რომ სწორედ აწურის ღვთისმშობლის და ღვთისმშობლისადმი მეზონერი კვირეულია და 17-ში მოხდება აწურის ღვთისმშობლის ხატის თაყვანისცემის დღე.